ამ რეჟიმის ანგარიშზე არის 17 წლის ბავშვის სიკვდილი. ანუ ახლა მიაბარებენ თუ უკვე მიაბარეს მიწას 17 წლის ბავშვი, რომელიც ვერ გახდა 18 წლის დასრული, აგვისტოში უნდა გამხდარიყო, იმიტომ რომ სახელმწიფომ გამოიჩინა დანაშაულებრივი გულგრილობა და აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი იმ ადამიანის ხელში, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მისი ხელიდან თავი მოიკლა, უბრალოდ არ მოკოდა, ანუ ნახევარი თავი წაიცალა. ამის შემდეგ იყო ფსიქიკურად პრობლემების მქონე, ანუ ფსიქიკურად აშლილი იყო. ამის შემდეგ მას გამოუწერეს მარეგვის, რა ქვია, შემაკავებელი ორდერი. ეს ყველაფერი პოლიციამ იცოდა, თვითმკვლელობის მცდელობაც იცოდა, პოლიციამ შეუძლებელია რომ არ იცოდეს, შემაკავებელი ორდერიც იცოდა პოლიციამ, შეუძლებელია რომ არ იცოდეს და როდესაც პოლიციას მონაცემი შეყავს, რავი, რაღაც მონაცემთა ბაზაში, იქ უნდა უარდებოდეს წესით, რომ აქ ამ ადამიანს აქვს 3 იარაღი, ფსიქიკურად კარგად ვერ არის და ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის მეზობლებს, ახლობლებს, შემთხვევით გამლელებს. ამ კაცმა ხო თავისი ხელიდან 4 ადამიანი მოკლა. არა, დედა ამბობს მისი რომ მე თვითონ მივმართე პოლიციას და წაიღეს იარაღი და რამდენიმე თვეში უკან დააბრუნეს. დედა ეხლა ხო, დედა შეიძლება მიკერძოებული იყოს, მაგრამ ის რაც ის არის, რა ქვია, რაც ფაქტია, ხო, ფაქტია ხა შემაკავებელ ორდერს დედა ხო ვერ მოიტყუება, ეს ხო დაფიქსირებულია სადღაც, ხო, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი იყო. იმას რომ თავი მოიკლა დედა ხო არ იტყუება, კაცო, სულ არ ვიცოდი ეს ბიჭი და საერთოდ ისე მოვიდა ჩემამდე ეგ ამბავი. იმიტომ რომ ჩემი დის, უმცროსი დის თაობის ადამიანია და აი გამბავი რომ მოხდა და თავს იკლავდა და შემთხვევით გადარჩა, იცოდა ნახევარმა თბილისმა საერთოდ. მერე გავიგე საერთოდ ამის ადამიანის სახელი და გვარი და მერე დავაკავშირე რომ ეს ის არის და ამ ადამიანს ჰქონდა 3 რეგისტრირებული იარაღი სახში. ეხლა ჩვენ იცი რატო გვიწევს აი ამ სიგიჟეზე ლაპარაკი, მაგალითად ამ MMA-ის მებრძოლების რაღაცა დაანონსებულ პრესკონფერენციით დაანონსებულ ძალადობაზე. იმიტომ რომ აი ეს გადავფაროთ. სახელმწიფოს გულგრილობა ცხადია ეს არის თემა და იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ეს ბავშვი აქციებში მონაწილეობდა, პოლიტიკური ოპონენტი იყო, ის ხალი ტაქსით რომ მიდიოდა და ბრმატყვია რომ მოხდა, პოლიტიკური ოპონენტი იყო. ოღონდ აი ზუსტად ეს ადამიანები ხდებიან ყველაზე მოწყვლადები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესშიც არ არიან ჩართული, იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც დაიჭირეს, ეს ხალხი ყურადღების ქვეშ მაინც ყავს. რაღაცა ცხელი ხაზი არსებობს, დაგვირეკავენ, ადვოკატით დავეხმარებით, რაღაცას ვიზავთ, ანუ ყურადღებას ვაქცევთ იმათ, ვინც აპროტესტებს. და აი ამ ადამიანებს რიგითებს, რომლებიც არაფერში არ არიან საერთოდ ჩართული და ხორავას ქუჩაზე შეიძლება ტაქსით მიდიოდა და ბრმატყვია მოხდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოს არცალია იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, რომ მოქალაქეებზე იზრუნოს და ამის ნაცვლად მიტრიალებულია და ივანიშვილის დინასტიის რაღაცა იმას იცავს, რა ქვია, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას იცავს. ანუ ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. შენ გოგონია მერაბ, რომ აქამდე სხვა ხალხი გვცემდა? როცა გცემდა კორცხელში გოგონია სხვა ხალხი გამოიყენეს მანამდე. იქ რაღაცა 8 თებერვალს 2013 წელს სხვა ხალხი გამოიყენეს. უბრალოდ მაშინ არ ჭირდებოდათ ამის ბრიფინგებით დაანონსება, იმიტომ რომ უფრო ძლიერ პოზიციაში იყვნენ და ახლა სჭირდებათ, ანუ შენ რო ადამიანის ცემა, აი დაფიქრდი შენ თვითონ რომ ადამიანის ცემა რო გინდა პრესკონფერენციასაც ყოფ თუ მიდიხარ და ცე. ანუ ეს პრესკონფერენცია რატო დაჭირდათ ეხა ეს ასე ინსტიტუციონალიზაცია? ჩვენ ჩავარდეთ პანიკაში, შიშის კულტივაციით მართავს ეს რეჟიმი, ხო? როგორც ომის შიშის კულტივაციით ცდილობს გადაიტანოს ჩვენი ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულ მისიას და ჩვენს ისტორიულ ადგილს კარგავთ საერთოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმით და ევროპისთვის ზურგის შექცევით, ზუსტად ესე უნდა, რომ ყურადღება გადაიტანოს, ანუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ, ხო დავინახეთ რაც ხდება, პროკურატურა გამოვარდნილი და იმას ამტკიცებს, რომ არანაირი ფსიქიკური აშლილობა ამ ადამიანს არ ქონიაო, შავზე თეთრს შავით ჩოლებრო თეთრზე შავს ამტკიცებს. მაშინ როდესაც მთელმა თბილისმა იცის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ქონდა და ეს უკვე საკმარისია, რომ იარაღი სახში არ გაუჩერდ. და ამის მერე შემაკავებელი ორდერი ქონდა, აგრესიული ქცევით გამოირჩეოდა, ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში ეწვინა მშობელს, როგორც მშობელი ამტკიცებს, 4-ჯერ მეწვინაო იძახის. და ამ ადამიანს ხელში ქონდა იარაღი, იცით რატო? იმიტომ რომ სისტემა ესე მოწყობილი. ეხლა მე არ ვიცი კონკრეტულად ამ ადამიანს რაში იყენებდა ეს სისტემა, მაგრამ მექანიზმის აღსაწერად გამომადგება ეს შემთხვევაც. იცით შეიძლება რატო ქონდა სახში იარაღი, რატო არ აქცევდა არავინ ყურადღებას, რატო გაზრდიოდა აგრესია? იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს რეჟიმი იყენებს.
იყენებს ზუსტად ძალადობისთვის იმ ადამიანებზე, იმ მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომელიც რეჟიმს უქმნის საფრთხეს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ რაღაცა სასაცილო პრესკონფერენციებით პანიკაში ჩვენ არ ჩავარდეთ და თავარი არ დაგვავიწყდეს. პანიკაზე არ არის, საუბარი შეფასება მიეცეს, რა ეტაპზე გადავიდა. ესე ოფიციალურად დაანონსება დასუსტების ეტაპზე მორალის პოლიციას თუ არ ვიცი რაღაცა დასუსტების ეტაპზე გადავიდნენ არც ერთი ადამიანი, არც ერთი კაცი, არც ერთი ქალი, რავიმე მე ვისთანაც საქმე მქონია და მქონია ეხა რაღაცნაირად ეგეთ ადამიანებთანაც შეხება. პრესკონფერენციას არ აწყობს ძალადობის წინ ხალხო. ანუ ესეთი რამე არ ხდება. ეს უბრალოდ შესაშინებლად არის და წილოსნების მსგავსი მამიკოს გოგოების დასამშვიდებლად, რომ ჩვენს ვინც გაგვაბრაზებს, აგერ ეს კუნთმაგარი კაცი ცემს. ამაშია საქმე, უბრალოდ და თავარი და ანუ არ უნდა აგვერიოს პირველხარისხოვანი და მეასეხარისხოვანი. ის რომ რეჟიმი ძალადობს თავის მოქალაქეებზე ჩვენთვის, ვინც 2012 წლიდან ოპოზიციაში ვართ. ცნობილია 2012 წლიდან, 2013 წელი გვაქვს ნანახი, 8 თებერვალი 2013 წლის 17 მაისი გვაქვს ნანახი, 5 ივლისი გვაქვს ნანახი, უამრავი ძალადობის ფაქტი გვაქვს ნანახი და ამას აკეთებს ეს რეჟიმი ყოველგვარი პრესკონფერენციების და ბრიფინგების გარეშე. არაფერი ახალ ეტაპზე გადავიდნენ. არანაირი ახალი ეტაპი ეს არ არის. კი, შეიძლება თქვას რომ რაღაც ბასიჯების მაგვარ შეიძლება დაჯგუფებაში. დასუსტების მის არის, რა ქვია, და ეს არ უნდა ანუ რეალურად ეს ბრავადა, აი ეს მუხარა, ეს ყველაფერი სჭირდება, იმიტომ რომ გამოღრუტუნულია და ერთადერთი რაც ამ რეჟიმის ცვლილებას აკლია, არის დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც მხედველობაში აქვს მოქალაქეების მშვიდობა. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ეხლა მე გამლახავს ისო, რა ქვია, აგერ მოჭიდავენ, რომ ბრიფინგი გამართო. არ ჩერდება და ლაპარაკობს იმაზე, რომ 17 წლის ადამიანი შეიწირა სახელმწიფო გულგრილობამ. ეს არის თემა. 17 წლის ადამიანი ნებისმიერი ჩვენგანი შვილი შეიძლება ყოფილიყო ეგ. იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი შვილი იცინის. შეიძლება გოგოც ყოფილიყო. ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო, რომელიც აი იმის სახლთან იხმაურებდა. იმიტომ რომ სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით. ამის ნაცვლად დაკავებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვიოს, ნინო წილოსანის თვითშეფასება იყოს რაღაცნაირად უსაფრთხოდ და ამაშია საქმე. ეხლა რაც შეეხება სიტყვას. მე ძალიან როგორ გითხრათ, ანუ ლაივიც მქონდა და ვთქვი, რომ ჩემთვის აი ფეიერვერკად ჩანს ეს ყველაფერი ნალის თეორიით, როცა ყველაფერი ერთდება და ცხადდება, რომ რეალურად ერთი ჯოხის ორი ბოლოა. აი ეს ოპოზიციური ავტოკრატია და რეჟიმი. ოპოზიციური ავტოკრატია, რომელიც მაყურებელს სჯის და საჯარო ინტერესის სამსახურზე ამბობს უარს, თუ მათ დონორს ან მათ თვითონ ვიღაცა ცუდად შეეხო, ზუსტად იგივეს აკეთებს რეჟიმი. ვამად დაჭერა არ შეეძლოთ ჩემი, მაგრამ მაყურებელს ხო შეუზღუდეს ჩემი თავი, ანუ ვიღაცამ, ვინმე ჟიჟილაშვილმა, ვინმე სანაიამ, ვინმე ნებისმიერმა გრიგოლიამ, რომლებმაც კრიტიკის გამო და მათ შორის უხამსი შეფასებების გამო. და ამას პრინციპულად ვაკეთებ. მე იმის აღსანიშნავად, რომ არ შეიძლება დაჭერა სხვა რამეა მაინც, ხო თამარი ხარ. რა არ შეუძლია ამას ჩემი დაჭერა. არ შეუძლია ამას ჩემი დაჭერა. ჟურნალისტის მოვალეობა რა არის? ჟურნალისტის პროფესიული ვალდებულება რა არის? კერძო კომპანიაა და ეხა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კომპანია შეუძლია გადაწყვიტოს, რომ მე თუ მაგინებს ვიღაცა. კერძო კომპანია როა, ექიმი რო არ მოემსახურა. არა, არაფერი სხვა არ არის. არსებობს პროფესია, არსებობს პროფესიული ვალდებულებები. ჩვენი საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად. ერთი მაგნაკარტამდე და მაგნაკარტას შემდეგ. ერთი რომელიც ჩარჩა შუა საუკუნეებში და გონია რომ თვითონ რო უშვება, კარგია და მას რო უშვებიან, ცუდი. და მეორე რომელიც განვითარდა. და იცის რომ წესი არის წესი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. შეიძლება ამის გამო ისინი გააკრიტიკო, მაგრამ პოლობის დასმა ეხა ხელისუფლება რო იჭერს ხალხს, ეხა მაგას შენ ამიბრუნებ მაგ სიტყვას მეტოდობის ნიშანს, კი ამსავ პრინციპს. ეხა კრიტიკა და ერთია და ნაგვის ძახილი მეორეა. მე რა, ზუსტად. შენ კი არა აკრიტიკე. გამოდი ხარ ნაგავი, სუნიანები და რაღაცებს იძახი. სამიასოვეძა, ხო მაგასით, ხო? ხო და ნუ მათი გადაწყვეტილება ეხა მე ხო მაგის გამო მართალია პასუხს ვერ გაგცემ. პროფესიონალები არიან, ანუ საკუთარ თვითშეფასებას აყენებენ მაყურებლის ინტერესებზე
წინ, ხო? მაყურებლის ინტერესებზე წინ, მათთვის საინტერესო სპიკერს. ის რომ მათთვის საინტერესო არ დასტურდება მრავალი მონაცემით, მეტრიკით, ობიექტური მეტრიკით. მაგათ მოგვა, ჩემში კი არ არის საქმე. მე წყაროს თავზე რომ ჩამოვჯდე, იქაც ყურადღებას მივიქცებ, მე რა. პრინციპშია საქმე, ჩლუნგი პოლიტიკური სპექტრი, იცი რატო ყავს და იცი რატო ვერ ხდება ცვლილება? იმიტომ რომ ეგეთი ჟურნალისტები ყავს, რომლებიც მათი დონორის და საკუთარი თავის თვითშეფასებას აყენებენ მაყურებლის ინტერესებზე წინ და ამით აჩუქებენ სპექტრს. იმიტომ რომ შანტაჟის ქვეშ ხავთ სპექტრი. შანტაჟის შენ მათ ეუბნები რომ მომიწვიერო, იმიტომ რომ გაგლანძღოთ. და ისინი გეუბნებიან რომ არ მინდა ჩემს ეთერში გალანძღინო ჩემი თავი. რას ქვია, მომისმინე მე რა. მომისმინე, ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომელსაც არ აქვს შესწავლილი პროცესი. მე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ არც ერთ არ ვიცნობ და ჟიჟილაშვილი ჩვენთან სახლში ეძინდა სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ დაეზოგა ფული და სასტუმროში არ დარჩენილიყო, იქ პასესე რომ ჩამოსდა გასაშუქებლად გამოხავდათ ხოლმე. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს. აი ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო, ხმებმა რომ ხაზარაძეს გაეშვას, თორე ეთერში დაუბლოკავ, იქ რაღაცა მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორე ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორე ეთერი დაებლოკება, აი მაშინ რომ შევდეგი. აი მაშინ რომ შევდეგი, იმიტომ რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს. ზუსტად ისე როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს. და ეს მე ვიბრძვი ფასეულობების ომში. ჩემთვის სიტყვა უნდა იყოს თავისუფალი და სიტყვის თავისუფლება ეხება ყველას. მათ შორის კრიტიკის თავისუფლება და შენ როდესაც მე მაშანტაჟებ და მიზღუდავ იმას, იმიტომ რომ იქ შენ ვიღაცა ხელფასის ჩარიცხვა არ დაგიგვიანოს იმ შენმა დონორმა, ხო? მე ხო მოგიწვიეს ეთერში. რას ქვია მე ხო მოგიწვიეს? მე რა ბანო გონზე არ ახარ, უნდა გააკეთო. არა ხა მე ყველა ეთერს არ უყურებ მას, მაგრამ მახსოვს რომ მიგიწვიეს. არა. და მე მათ ეთერში ლანძღე ისინი. არა, რას ქვია, მე მათ ეთერში ისინი კი არ ლანძღე, მე მათ ეთერში მათ პასუხისმგებლობა დავაკისრე 4 ოქტომბერზე. და მართალი ვარ იმაში, რომ ტელემედიას ვაკისრებ ფორმულას და ტელეპირუას 4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა. მათი მიზეზი ხდება ეს ხო? ერთი და იგივეა. ზუსტად აი თქვენ ხო გაინტერესებს ცვლილება რატო ვერ ხდება? იცი რატო ვერ ხდება ცვლილება? იმიტომ რომ მე მაინტერესებს ალტერნატივა რატო ვერ შენ თვითონ ამბობ რომ აქეთ უნდა იყოს დემოკრატიული ალტერნატივა და ალიანსი გამქრალია ფაქტობრივად პოლიტიკური ველიდან. ევროპა ფედერალისტები არ ვართ გამქრალები. არა, გავიგე მე გულისხმობ ერთიანი ალტერნატივა. არანაირი ერთიანი ალტერნატივა არ არსებობს. მე რა მაგაშიც ვერ გარკვეულ ხარ. სხვადასხვა პარტიები. ხო, მაგრამ შენ თვითონ ამბობ რომ უნდა შეიქმნასო ხო ალტერნატივა. რასაკვირველია, ოღონდ მხოლოდ დემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც ფუნქციონალურები არიან და მაშინ ამათთან რა ხდება? ამათთან რა გინდათ? არაფერი გრძელდება, ხო ეხლა ჩვენ გვაქვს 26 მაისს გქონდა აქცია. ჩვენ ყველა, რავი, ჩემზე ხმამაღლა ყვირო და ზოგი, რომ ეხლა იწყებენ კამპანიას და შემოდგომაზე უნდა ანგარიში ჩააბარონ ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს. დავიშალეთ, ყველამ უნდა აკეთოს კამპანია. ვაკეთებთ ჩვენს კამპანიას ფედერალისტები და ვართ ძალიან კმაყოფილები. გვაქვს ძალიან კარგი გამოხმაურება. რასაკვირველია, იმიტომ რომ ყველა პარტიამ, ანუ ალიანსი იქნება ფუნქციური მაშინ, თუ ის შედგება ფუნქციური პარტიებისგან. თუ პარტიები არიან დისფუნქციურები, ვერ აკეთებენ კამპანიას, ვერ გადიან რეგიონებში, ვერ ელაპარაკებიან ხალხს, ვერ ატარებენ, ვერ წევენ წინ ვერც ერთ საკითხს. დისფუნქციური იქნება, იმიტომ რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებით რაღაც. არა, იმან თავის პარტიას უნდა მიხედოს. ყველამ უნდა მიხედოს თავის პარტიას. მე ვაშენებ ჩემ პარტიას. მოედანი აშენებს თავის პარტიას. ჩვენ ვაშენებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. პარალელურად ხო შეიძლება ეს ალიანსიც იყოს უკვე. და ვაკეთებთ კიდე 26-ში გქონდა აქცია და დანარჩენი უკვე არის დამოკიდებული ამ პარტიებზე უკვე დანარჩენებზე. მე ვერ შევეყუდები იმ პარტიებს. იგივე ხარ, ზაზეთ საუბრობ, მაგალითად 17 წლის ბიჭის კლუბმა გამოვბრუნ, თავარი თემა ხო შეიძლება ალიანსი ერთიობლივად გაიკეთებინა ამ თემაზე. ანუ ასეც ამ მუშაობას გულისხმობ. ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. როცა იქნება ალიანსი მზად და თავს იგრძნობენ დანარჩენი წევრები, რომ დისფუნქციურები არ არიან, იმიტომ რომ ახლა თავი დისფუნქციურად გამოიცხადეს, ხო, რეალურად. გვარამიან თქვა რომ ალიანსი ფუნქციონალურობა დამოკიდებულია მასში შემავალი სუბიექტები რამდენად ფუნქციურები არიან, ხო? ეხლა თუ თავი დისფუნქციური გონია და ამას დადის და ეთერ ლაპარაკობს, მე როგორ ვუშველო, ხო? მე ხوار შევეყუდები და ვამუშავებ, ხო? თუ მე დავდივარ მუშაობ, ვიყავი ფოთში, უზარმაზარი გამოხმაურება გვაქვს, უზარმაზარი ტრაფიკი აკრიფა, ყველა იმ ვიდეომ, რაც იქ ფოთის საკითხებზე შეხედეთ სტატისტიკას უბრალოდ ფედერალისტების, ჩვენ ვიყავით იქამდე ქუთაისში, ახლა წიდება იმ
ქუთაისლების ისინი რა ქვია ვიდეო მასალა, რომლებიც გაცილებით უკეთესად მეტყველებენ ქუთაისის პრობლემებს. ვიდეოების და პოსტების ნახვით სააკაშვილის თავს იწონებს მილიონზე ავედიო და ვაიმე, ანუ სააკაშვილი ლაპარაკობს თავის თავზე და მე ვლაპარაკობ ქუთაისის კანალიზაციაზე და განსხვავება არის ამ ორ შორის ხალხო და თქვენ უნდა ანუ რა შუაში არის მე იმიტომ მე ვლაპარაკობ ამ ყველაფერს ადამიანი რომელიც იზოლირებული ვიყავი ყველასგან და 1%-იანოს და კაია ეხა შენ რო სააკაშვილს მადარებ მარტივი მიზეზის გამო რომ ის იმ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და უკრაინაში იყო კიდე მაღალ თანამდებობებზე და რავი რეგიონული მასშტაბის ლიდერი ვარო და შენ გახარ და იზოლირებულ ჩერგოლეშულს რომელსაც უკონტროლო ბაცილას ეძახდა არა იზოლირებული მაშინაც იყო იქ რაღაცა უკრაინაში როცა იყო ხო და გაგდებული იყო და დევნილი იყო მაგრამ უამრავი დევნილი ადამიანია ხო ესე ამ ქვეყანაში და დევნილობით და ბიძინარას გაგიკეთებს და ბიძინარას დაგიშავებს ამით შენ საკუთარ უზნეობას და შენ საკუთარ რაღაცა ცვედნობას ვერ ახსნი ხო რეალურად და ამაშია საქმე ზუსტად რომ ინტერესი არის უზარმაზარი ჩვენი იმ პროდუქტის მიმართ ჩემ მიმართ კი არა იმის მიმართ რასაც ვლაპარაკობ შეხედეთ ამდენი ხანია ბუჩამდე იყო აფხაზეთს კამპანიას ვამზადებთ 4 წელი ამაზე ვმუშაობ მედიას ვერ შევტენ როცა მიხვდა ნანკა კალატოზიშვილი რომ ეს სწორი თემაა და უნდა აიღოს რუსულად ჩაწერა გადაჯეგილია 2,5 მილიონი ნახვა აქ უკვე კამპანიას სრულიად ავთენტურად ერთი ადამიანის გვერდიდან იმიტომ რომ ეს არის საინტერესო რასაც ჩვენ ვაკეთებთ რასაც ფედერალისტები ვაკეთებთ ეს არის საინტერესო ეს ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს ეს არ ემსახურება არც მიშას არც კეზერაშვილის არც ხაზარაძის ინტერესებს ამიტომ ვართ დაბლოკილები იმ ეთერებიდან არაფერ შუაში არ არის ჩემი უხამსი სიტყვები და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სანაიას სოლიდარობაზე გაირკვა რომ სამასოიან სიტყვაში პრობლემა არ არის ხო ესე იგი პრობლემა არის იმაში, პრობლემა ყოფილა იმაში, რაში ნარსიც მე მაქრო, მე ვანგრევ ავტოკრატიულ სისტემას, რაც 17 წლის ბავშვებს აი ესე კლავს, იმიტომ რომ სახელმწიფო სისტემა იქნება თუ პარტიული სისტემა, ფოკუსირებულ სტოვებს ლიდერზე. ფოკუსირებულ სტოვებს ლიდერზე და რა ხდება შენ წინ რა ხდება ვეღარ ხედავ იმიტომ რომ შენ იმაზე კი არა ხარ დამოკიდებული მერიტოკრატიული კი არ არის იქ სისტემა რომ შენ ხალხის პატივისცემაზე დაყრდნობით შენ კვალიფიკაციაზე შენ პატიოსნებაზე დაყრდნობით წაიწიო წინ არა ლიდერის და ბელადის მორჩილებით უნდა წაიწიო წინ ამით უნდა მიიღო ეთერი ამით როგორცაც აღწერ ალტეძლიერი ალტერნატივის შექმნა როგორ წარმოგიდგენთ ამით გადაჯეგვით მარტო შენ გაძლიერდები და გახდები მთავარი ალტერნატივა თუ შეხედეთ სხვებს როგორ დაიწყეს სიარული რეგიონებში და რაღაც პრობლემების გვერდზე ვიდეოების ჩაწერა. მაგალითის ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რო დავიწყებთ და ჩვენ ყველას ვერ მოვიცავთ, მაგრამ ჩვენ რო დავიწყებთ ის ეკეთებას, როგორც სწორია და დაწყებული გვაქვს. ადრე თუ გვიან სხვებიც გამოგეკიდებიან და აგყვებიან. და აი ესე მოხდება ეს ყველაფერი. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ დღეს ჩვენ ზურგის მხარი გვაქვს, იმიტომ რომ თუ კი 2016 წელს დაკვეთა არ არსებობდა საზოგადოების მხრიდან და მართლა გიჟად შერაცხული ვიყავი იმის გამო, რასაც ახლა ვლაპარაკობ და დასმიკრავენ, ხო? დღეს ხვანაირი მდგომარეობაა 24 წლის მერე საზოგადოებამ თვითონ ჩამოანგრია აი ის ჩამყაყებული ოპოზიციური პარტიები რომლებიც თავს რაღაცა ბარიერ გადალახულებს ეძახდნენ და ამან დააყენა მერე დღის წესრიგში რაღაცა ახალი ფორმატების მოძიება ხო თორე იყო ის 4 ბარიერ გადალახული და რამის თავი რო ქონოდათ იქ იყვნენ და აიღებდნენ ხელში პროცესებზე იმას რა ქვია ლიდერშიპს ხო უარი უთხრა ხალხმა მათ ახალი ფორმატებია მოსაძებნი ახლებურად უნდა გაკეთდეს პოლიტიკა სადაც ყურადღების ცენტრში იქნება მოქალაქე და არა ბელადი. ან რომელიმე ჟურნალისტის ეგო. ვაიმე მე შეურაცხყოფა მომაყენა და ბიჭო შენ მაყურებლისთვის ხარ თუ შენი თავისთვის ხარ? თამარ, მაინტერესებს შავლა პაპუაშვილის თემაზე მინდა სულ ოპოზიციაზე არის ლაპარაკო, ცოტა ხელისუფლებაზეც ვილაპარაკო. ხელისუფლების ჩამონგრევას არ უნდა არაფერი საერთოდ. ხელისუფლების ჩამონგრევას არ უნდა არაფერი გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე და თავის დღის წესრიგში შემოიტანოს სისტემები, რაც ხალხს აწუხებს. შენ როგორ ფიქრობ, შალვა პაპუაშვილმა რა თემას დააყენა ევროკავშირს აწუხებს ხალხს თუ არ აწუხებს? ფაქტობრივად პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი აღარ არის ჩვენთვის საინტერესო. ნიშნავს თუ არა შალვას ეს განცხადება ამას? შენ ეგ გახსენ მაგას ხედავ მარტო რომ პაპუაშვილი გეუბნება რომ ევროკავშირი შენთვის აღარ არის საინტერესო და ვერ ხედავ ბოჭორიშვილს რომელიც ეტენება ევროკავშირს უსაპნოთ ხო? ანუ ეს მდგომარეობა სტრატეგიულ ბუნდოვანებას ქმნის ვერ ახლოვდება ამ ევროკავშირთან დაასანქცირა ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა საქართველოს კომპანიები ყულევი დაასანქცირა მისი რა ქვია თელასის და თელმიკოს ფლობელის დაასანქცირა მესიჯი სჭირდება. ამიტომ ხანიძახის ამას ხანიძახის იმას სტრატეგიული ბუნდოვანება ბიძინა ივანიშვილის მოედანია და სუას
ასე ინარჩუნებდა, ვერ გადარჩება ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგების გარეშე. ჩამოინგრევა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ხალხის განწყობა არის ეს. უბრალოდ იმიტომ არ ინგრევა აქამდე, რომ ოპოზიციური ალტერნატივა ოპოზიციაშიც ისეთივე ავტოკრატები არიან, რომლებიც სიტყვის გამო მაყურებელს ჯიან, ზუსტად ეგეთივე როგორც არის ოპოზიციაში, რა ქვია, ხელისუფლებაში. ამიტომ სანამ არ კრისტალიზდება დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც სრულიად სხვა ფასეულობებზეა აგებული, იქამდე რეჟიმის ჩამოშლას არ უნდა ველოდოთ. თუმცა კიდევ ერთხელ, ძალიან ხშირად იმ ადამიანებსაც მინდა უთხრა, ვინც თქვათ ფიქრობს, რომ აი რეჟიმი ძალიან ძლიერია და ასე შემდეგ. პირველი გავახსენო, რომ რამდენიმე თვითადრე გაიქცა ბოლო ადამიანი იმიდან, რა ქვია და მოკლეს ბერლინის კედლიდან და რამდენიმე თვეში ჩამოინგრა ბერლინის კედლიდან. მაგას რო თავი დავანებოთ, აი ჩვენივე გამოცდილებიდან ავიღოთ. საბჭოთა კავშირი 80-იანების ბოლოს ხო დაინგრა უკვე 90 წელს, ფაქტობრივად ვიცოდით რომ დაანგრეულია, ხო? 93 წელს მოხდა ეს თვითმფრინავის, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო ავანტიურა, ხო? მაშინ რა მოხდა, როგორი სისასტიკით მასაკნა, რა ქვია, დასაჯა ისინი, ვთქვათ, იქ სრულიად უდანაშაულო მღვდელი დახვრიტეს და რაღაც საოცრებები აკეთეს. ვინ იფიქრებდა, რომ ეს სისტემა და აი ეს მონსტრი 5 წელიწადში, 6 წელიწადში ინგრევა, ხო? ანუ ესე ინგრევიან ავტორიტარული რეჟიმები, რასაც დღეს ჩვენ ბრიფინგებს უყურებთ. არავინ ხალხო არც ერთი მოძალადე არ ანონსებს ბრიფინგით. ანუ არაფერს არ იზამს ეს დაჯგუფება. არაფერს არ იზამს, გვინდა რომ 17 წლის ბავშვის ის გადაფაროს შიშის კულტივაციის რო არ ხაიხა ყველას გვცემენ, ვერ გვცემენ ყველას ვერ გვცემენ და ყველას ცემის თავი რო კონდეს, უკვე გალახულები ვიქნებოდით, ბრიფინგები მაგას არ ჭირდება. ხო, ვისაც საჭირო თვლიან ცემენ, ხო, აგერ ცემეს, იუმორისტი ცემეს მაგალითად. გავიგე იუმორისტიც ცემეს, თავის დროზე კორცხელში, რავი, გიგას დაესხნენ თავს, ხო, ანუ ამას აკეთებენ სულ, თავის დროზე იმას რა ქვია, ჩიორა იმას გაუტეხეს, ანუ ეს ხო ახალი არ არის. ეს სულ ხდება, ეს შესაძლებელი, ამაზე ჩვენ კი არ უნდა ვიტიროთ, ეს უნდა შევცვალოთ. იმისთვის რომ ეს შევცვალოთ, ამისთვის საჭირო რომ ოპოზიციაში პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც ფედერალისტები ვაკეთებთ, როგორც მოედანი აკეთებს, ასე გაინძრეს და იგივე აკეთოს და თავის დღის წესრიგში შემოიყვანოს ხალხი. ხალხს აგრძნობინოს, რომ საკუთარ ეგოს კი არ ემსახურება და საკუთარ ინტერესებს, ან რომელიმე ბელაც კი არ ემსახურება, იმ ხალხის ინტერესებს ემსახურება. ვერც კი ხვდები მე რამხელა ისა გამოხმაურება აქ შენი ადგილზე რომ ჩადიხარ და იმათ რაც აწუხებთ იმ თემაზე შენ ვიდეოს იმიტომ წერ რომ ტელევიზია არ აშუქებს, თორე ტელევიზია გააშუქებდა, ხო, ამ ყველაფერს. ქუთაისის კანალიზაციას ტელევიზია გააშუქებდა, ხო? როცა იქ ვიყავით და როცა ელისო ფაჩუაშვილი იდგა იმ გორაზე და ლაპარაკობდა ტელევიზია უნდა აშუქებდეს ამას. როდესაც მივდივარ იქ და დანგრეულ სკოლებს ვაჩვენებდა, რაც ფოთში ხდება, ამას ყველაფერს ტელევიზიაც უნდა აკეთებდეს. ხო, მე იმას კი არ ვიცახ, მარტო ტელევიზიაზე უნდა ვიყო, მაგრამ როდესაც ეხა ტელევიზია ესე იქცევა, რომ გეუბნება, რომ იცი რა არის, შენ მე ცუდად არ შემეხო და ჩემ ბოსს ცუდად არ შეეხო, თორე დაგბლოკავ. იმაზე უარესად ვეხები. თავს ვაშუქებინებ ქოცმედიას და აი გვერდით შემოვლითი გზით შევდივარ და ისე ვიზრდი რეიტინგს და ისე გამოუთხრი მაგ ავტოკრატიას ძირს, იმიტომ რომ ოპოზიციური ავტოკრატიის ძირის გამოთხრის და თავისუფალი სუნთქვის გარეშე ოპოზიციურ ფლანგზე და თავისუფალი კონკურენციის გარეშე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება, იმიტომ რომ ეს ფასეულობების ომია და თუ გვინდა ფასეულობების ომი მოვიგოთ, დემოკრატია უნდა დავიცვათ არა მხოლოდ აი ბიძინას ავტოკრატიისგან, არამედ შიდა ოპოზიციური ავტოკრატიული გამოვლინებებისგან და შენ კარგად იცი, რასაც გულისხმობ. და ონისეს თემა იცი ძალიან კარგად. როდესაც თურმე ნოდარ დუმბაძის დაცინვა მოსულა და მიდი ონისე დაცინე, მაგრამ ნო, მიშას არ შეხვა, აი ეს არის ჩამოსანგრევი, ამიტომ ვერ ვიგებთ.